რაც შეეხება საერთოდ გზნობასა და ემოციას, გზნობა და ემოცია ძალიან დიდი მომატყუებელია ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. სენტიმენტალური მოძალება, სენტიმენტალური ცრემლი, გულის აჩვილება თუ ის არის ემოციური და გზნობისმიერი, ის შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მომატყუებელი ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. და ამიტომაც აი განსაცდელების ერთ-ერთი საჭიროება არის ის, რომ განგიცდიათ კიდევაც სხვასთან გინახია ძალიან დიდი განსაცდელი ის, რომ ადამიანს ემოციები უკვდება საერთოდ. აი ცრემლის კი აღარც გლოვა შეუულია, აღარც ტირილი შეუულია, აღარც ნერვიულობა შეუულია, თითქოს აი მთლიანად გამოშრება ხოლმე, აი ცეცხლი რო გამოწვავს, ყველაფერ მინერავს, ოქროსაგან და სუფთა ოქრო რჩება. ემოციებს ესე ამოწვავს მთლიანად. ანუ ჩვენი ემოციები, რამდენადაც ჩვენი ემოციები ხელისშემშლელი ხდება სულიერ ცხოვრებაში, იმდენად ღმერთი უშვებს და უშვებს და უშვებს განსაცდელებს, რომ ეს ხელისშემშლელი ემოციები აღმოიფხრას ჩვენი არსებიდან. ემოცია თავისთავად ცუდი კი არ არის. მაგრამ ეს ემოცია ხორცის ნაწილია და თუ ის უკონტროლოა ეგ ერთი და მეორე, თუ ის მატყვილებს მე და ხილში მაგდებს და მაფიქრებინებ, რომ ეს ჩემი ემოცია გზნობა სულიერია, ღმერთთან ერთობაშია, აი მაშინ საჭირო ხდება განსაცდელები, რომ ადამიანი არ ჩავარდეს ხიბლის მდგომარეობაში და ამიტომ და ეშმაკეული არ გახდეს ამით, ანუ მშვენიერი ეს რომელიც სულიერი მგონია, ეშმაკის დასაყრდენი ხდება. და ამიტომ ის განსაცდელებით ხდება მისი ამოთანგვა, ამოწვა შეიძლება ასე ვთქვას. და მე ეს ემოციები სადაც არის და რომელიც სულიერი მგონია, მე იქ იწყება სადაც ამბობს მე, სადაც არის შური, შუღლი, მე იქ არის შფოთი, ყოველგვარი ბოროტის საქმე. ხოლო მაღლიდან გარდამომავალი სიბრძნე პირველ ყოვლისა როგორია? წმინდა, ანუ ღვთის ნება, მთლიანად რეალიზებული ღვთის ნება. ეს სიბრძნე სრულ თანხვედრაშია ღვთის ნებასთან, ამიტომ წმინდა. შესაბამისად მე აგზელებს, მე მშვიდია, რა თქმა უნდა მშვიდია, ეს აღარ ახასიათებს ეს მშვენიერება, ემოციურობა აღარ ახასიათებს, უკონტროლო ემოციურობა. კეთილია, მორჩილი, ანუ კეთილი და მორჩილი ნიშნავს, შვიდი კეთილი მორჩილი ნიშნავს უკვე დაბალია, ქრისტეს თვისებებით არის აღჭურვილი. მოწყალე და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და წრფელი. აი ეს ის თვისებები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ აგვაქვს, რომელიც უნდა რეალიზდეს ჩვენში, ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ.